ქრისტიან დემოკრატები თვლიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიში საქართველოს და განვითარებული მოვლენები უარყოფით კონტექსტშია ნახსენები. ეს ყველაფერი კი გიორგი თარგამაძის განმარტებით მხოლოდ ხელისუფლების დანაშაულია. ქრისტიან დემოკრატების კრიტიკას და ბრალდებას გამოეხმაურა დღეს უმრავლესობა. მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ ანგარიში კრიტიკული დეტალებია, მაგრამ იქ ბევრი პოზიტიური საკითხიც არის, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას უსვამს ხაზს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა რთულ გარდამავალ პერიოდშია, აქვს ოკუპირებული რეგიონები და სწორედ ამიტომ აისახა კრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს მიმართ. იმის ნაცვლად, რომ ვამტკიცოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, უკეთესი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტს ადეკვატურად აღიქვა ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ მწვავე კრიტიკა და დაუყოვნებლივ ეზრუნა ისეთი პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, რომელიც გამორიცხავდა ანალოგიური ფაქტების გამეორებას მომავალი წლის ანგარიშებში. ანგარიში მოიცავს იმ საკითხებს, რომელშიც იყო პროგრესი, მოიცავს საკითხებს, რომელსაც კიდე არის სამუშაო, თუმცა ასევე ვიზიარებ, რომ არის საკითხები, რომელსაც ჩვენ მზათავართ, რომ დამატებითი მივცეთ, იმიტომ რომ ავეთანხმებით ამ შეფასებებს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ყველა ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკმაოდ კრიტიკულად აკეთებს ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით. თემები, რომელიც იქ არის, ზოგი უკვე გადაწყვეტილია. მაგალითად, მეორე არხი ამ სახით მაშინ ჯერ არ იყო. რამდენადაც მე ვიცი, დღეს მეორე არხის რეიტინგმა ძალიან აიწია სწორედ იმის გამო, რომ თავისუფლად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ჩაატაროს ბრიფინგი თუ ჩაატაროს დისკუსია რა თემაზედაც უნდა იმას. დასკვნა ასახავს ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც ოკუპირებული მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნიდან გადადის სრულყოფილი დემოკრატიის გზაზე. აღნიშნულია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან პროდუქტიულად კოოპერირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთანაც. ძალიან ბევრი გაუმჯობესებაა, სისხლის სამართლის კოდექსი, საარჩევნო კოდექსი და ასე შემდეგ.